გამარჯობა, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. ნინო, მადლობა მომბრძანებისთვის. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, რა არის ბიოლოგიური ასაკი ქალებში, მამაკაცებში და თუ განსხვავდება ეს ასაკი ქალებში და მამაკაცებში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როცა ბიოლოგიურ ასაკზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პერიოდები ცხოვრების, ანუ პუბერტატი, დაუშვათ რეპროდუქციული ასაკი დაბერება, არამედ გულისხმობთ უფრო რეპროდუქციულ ასაკზე, როცა ვამახვილებთ ყურადღებას, ქალს აქვს რეპროდუქციული ასაკი, რადგან ქალი იბადება გარკვეული რეზერვით. და პრაქტიკულად მას განსაზღვრული აქვს რა დრო ექნება იმისთვის რომ გააჩინოს შვილი. მამაკაცებს ეწყებათ ეს პერიოდი 10 წლიდან დაახლოებით, როცა მათ სქესობრივი მომწიფება იწყება და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე მათი რეპროდუქციული ასაკი პრაქტიკულად არ იცვლება, იმიტომ რომ 85 წლის ასაკშიც შესაძლებელია სპერმატოზოიდმა განაყოფიერების უნარი ჰქონდეს და შესაბამისად გააჩინოს შვილი. ამიტომ ქალს ყოველთვის ეკუთვნის ის რომ ბიოლოგიური ასაკი უნდა განსაზღვროს ყოველთვის და იცოდეს ყველა ქალმა რა დრო აქვს იმისთვის რომ გახდეს დედა. და როგორ ხდება ამ ასაკის განსაზღვრა? ამის განსაზღვრა ძალიან მარტივია. შეგვიძლიათ უბრალოდ მიმართოთ რეპროდუქციულ კლინიკას, ჩაიტაროთ ანალიზი, რომელიც არის ანტიმიელარის ჰორმონი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს რეზერვს, რა დრო გვაქვს იმისთვის რომ გავაჩინოთ შვილი, ასევე გავაკეთოთ რამოდენიმე კვლევა და ანტრალური ფოლიკულების რიცხვი. იცით რატომ უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა? იმიტომ რომ განსაზღვრული აქვს ყველა სხვადასხვა პერიოდი. შეიძლება ეს იყოს 25 წელი, და მე მქონდეს ნაადრევი განლევა და 25 წლის მერე ვიღარ გავაჩინე შვილი. ასევე შეიძლება იყოს 30, 35 და 35 წლის მერე ეს აბსოლუტური ნორმაა. რეალურად დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შეიცვალა ეს ყველაფერი და გაცილებით უფრო რაღაცtomღაც დაბალი რეზერვი გვაქვს, ვიდრე შეიძლება ადრე იყო, იმით. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ რეპროდუქციულ ასაკზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტი შვილი გვყავს, რა თქმა უნდა, ჩვენი ასაკიც გადაიცვალა და ჩვენ უფრო ახალგაზრდები ვიქნებით და შეიძლება 47, 48, 50 წლის ასაკშიც კი გააჩინა შვილი, თუ შენ ყავს მრავალშვილიანი დედა ხარ. მაგრამ როცა ჩვენ რეზერვს არ ვინარჩუნებთ რეალურად, დაახლოებით 20-25 ფოლიკული და იღუპება ატრეზიას განიცდის ერთი ფოლიკულის მომწიფებისთვის და ჩვენ ძალიან ბევრ ფოლიკულს კარგავთ ამ პერიოდში. ასევე არსებობს უამრავი პათოლოგია, რომლის დროსაც შეიძლება ეს რეზერვი დაიკარგოს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ენდომეტრიოზის დროს ძალიან ხშირად ქრება ეს რეზერვი და გაცილებით უფრო სწრაფად. მით უმეტეს, როცა დღევანდელ დღეს უკვე კონტროლდება ეს ყველაფერი და მაქსიმალურად აქცევენ ყურადღებას იმას, რომ ოპერაციული ჩარევები ნაკლებად იყოს და ცისტების შემთხვევაში, ანუ ოპერაციული ჩარევა არ არის ენდომეტრიოზის მკურნალობა, შესაბამისად საკვარცხის რეზერვს არ შევეხოთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. ძალიან ხშირად ჩვეულებრივი ოპერაციების დროს, ქირურგიული ოპერაციების დროს დაინახავდნენ, ნუ ფოლიკული იყო და ამოპირე, ან რა გითხრათ. ძალიან ბევრია იატროგენული პათოლოგიები, რომელიც არ სჭირდებოდა და გააკეთეს და მერე ქალმა დაკარგა შვილოსნობის უნარი. მაგრამ ძალიან ხშირია ასევე თანდაყოლილი პათოლოგიები, როცა მაგალითად 18-19 წლის ასაკში მოგმართავთ გოგონა ქალბატონი და ნახავთ, რომ რეზერვი შემცირებული, აუცილებლად რეკომენდაცია უნდა გაუწიოთ მას, აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ იცით რა, თქვენ რეზერვი შემცირებული გაქვთ და აუცილებლად გაიგეთეთ ეს ჰორმონალური კვლევები და იქნებ გაიგოთ თქვენი ასაკის გაუწევთ. გავერცხები. ვინაიდან ეს ასაკი მცირდება, ბიოლოგიური ასაკი და ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შევაფასოთ საკვერცხის რეზერვი. რამე წინასწარი მომზადება ჭირდება თუ არა ამ კვლევებს, იმისთვის რომ სწორად მივიღოთ, ანუ სწორი და ზუსტი იყოს ჩვენი შედეგი. რეალურად რომ გითხრათ, ანუ ფოლიკულომასტიმულირებულ ჰორმონს იღებენ ხოლმე ძირითადად და ლუთეინიზირებულ ჰორმონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ანტიმიელარის ჰორმონი ყველაზე ობიექტური ანალიზია. ის განაპირობებს რეალურად რეაქციას იმისას, რა არის ანუ ფოლიკულში, გრანულოზური უჯრედები გამოყოფს ამ ჰორმონს და რეალურად გვაძლევს აბსოლუტურად ოპტიმალურ სურათს რა გვაქვს, იმიტომ რომ FSH-ში, LH-ში ძალიან გვიან მოგცემთ იმის ცნობიერებას, რომ თქვენ რამ პრობლემა გაქვთ.
და ანტიმიულერი საკმაოდ სწრაფად მოგცემთ და აი ის განმარტება, რომელიც თქვი ლაბორატორიულ საქმეს უწერია და უწერია ხოლმე, რომელ ასაკში რაც შეესაბამება, თორე 54 წლის ქალბატონს შეიძლება დაუწეროთ, რომ 0.3 არის აბსოლუტური ნორმა ანტიმიულერის ჰორმონის მისი ასაკისთვის. კი ნორმაა, მაგრამ ეს ნორმა არის დაბალი შვილოსნობის უნარი, ესეც უნდა იცოდეს მან. და ძალიან ხშირად ეს პაციენტმა არ იცის და ამის განმარტება აუცილებლად სჭირდება. შესაბამისად, მაგალითად, როდესაც მოხვალ და ხარ 25 წლის და გაქვს 1.5 ანტიმიულერის დაბალია და უნდა უთხრათ, რომ თუ თქვენ ასეთი ანტიმიულერით იქნებით 38 წლის ასაკში შეიძლება კვერცხუჩრედი აღარ გქონდეს. საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ქვეყანა ვართ, რეპროდუქციული დიდი რეზერვით არ გამოვირჩევით. იცით რა არის? ჩვენ არ ვაქცევთ რატომღაც სწორ კვებას. ამ ბიოლოგიურ საათს, სწორი ცხოვრების წესი, სწორი რეჟიმი, მოწევა და აკვირდით, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის. დღევანდელ დღეს ითვლება, რომ ახალგაზრდები თვლიან, რომ არა, უშავს ალკოჰოლს არ ღებულობ, მაგრამ მარიხუანას ღებულობს ყველა. არანაირი პრობლემა არ აქვს, შესაბამისად. ჩვენთვის პრობლემაა ისიც კი, რომ ქალებშიც და მამაკაცებშიც ეს იწვევს საკმაოდ ბევრ პრობლემას. და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ მომენტში არ აისახებოდეს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან აფუჭებს მორფოლოგიას, სპერმატოზოიდის განაყოფიერების უნარიანობას და ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ, ალბათ უნდა ვისაუბროთ, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ პრობლემებს. მათ შორის მინდა გითხრათ, რომ აი ამ ტელევიზიამ თუნდაც ეს თემა გადაცემებმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ უყურებენ. და ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნარკოტიკის გავლენაზე, დაუშვათ ბიოლოგიურ ასაკზე, არასწორი ცხოვრების წესზე და ბიოლოგიურ ასაკზე. მინდა გითხრათ, რომ გოგონებსაც და ბიჭებსაც ერთნაირად მოქმედებს და შესაბამისად ახალგაზრდები უკვე მოდიან და იკეთებენ იმას, რომ გაიგონ რეპროდუქციული ფუნქცია როგორი აქვს. ძალიან ბევრი გოგონა მყავს, რომ ამას გაყინა საკუთარი კვერცხუჯრედი, იმიტომ რომ აღმოაჩინა, რომ მას არ ექნება რეზერვი რაღაც პერიოდის შემდეგ და ის ჯერ არ აპირებს ოჯახის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყوار გაქვთ რამე რეკომენდაცია, რომელ ასაკში შეიძლება რომ დაიწყოს უკვე ახალგაზრდებმა სიარული რეპროდუქტოლოგთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული და რაც მთავარია დროული იყოს. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მომწიფების ასაკში ყველა დედამ უნდა მიიყვანოს საკუთარი შვილი, როგორც გინეკოლოგთან, ასევე ანდროლოგთან. იცოდნენ რა აქვთ, რა პრობლემა შეიძლება ქონდეთ. ამ პერიოდში ზოგს არ აქვს ციკლი რეგულარული გოგონებს მაგალითად. ზოგს აქვს სიმსუქნე. ზოგს სხვა ჰორმონალური პათოლოგია, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი ორგანიზმი არის ერთმფრიანი სისტემა. არ არსებობს ფარისებრი ჯირკვალი იყოს პრობლემა და სხვაგან არაფერი არ ხდებოდეს, ხო? ამიტომ რეალურად ჩვენ ექიმები იმიტომ ვართ, რომ ლოგიკური აზროვნება გქონდეს და ერთმანეთს უკავშირებდით სხვადასხვა რამებს. აქედან გამომდინარე, აი ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. შესაძლებელია იყოს პროლაქტინომა და თქვენ საერთოდ სხვა კლინიკით მიხვიდეთ და დადიოდეთ ნევროლოგთან, შაკითხს გურნალობდეთ, სხვა მენოპაუზა. მენოპაუზაში არის უამრავი პათოლოგია. რომლის დროსაც მარტო მენოპაუზის მკურნალობა რეალურად და სწორი ჩამსვლებით თერაპია დაგეხმარებათ, რომ არც გულის პრობლემა გქონდეთ, არც ვეგეტატიკის რომელიმე ტიპის მოშლა, არც ნევროლოგთან დადიოდეთ, არც შფოთვითი აღშლილობა გქონდეთ და არც უძილობა ან პირიქით ძილიანობა. შესაბამისად, აი წარმოიდგინეთ, რომ ესტროგენი, ქალი, ბიოლოგიური ასაკი, მისი დაწყებიდან, გამოყოფის დაწყებიდან დასრულებასთან მიმართებაში მთელი ასაკი ვითარდება. გაზაფხული, შემოდგომა, ზაფხული და ზამთარი. ანუ აი ამ პერიოდში თუ კარგად გაივლით და სწორად გაივლით და ყოველთვის მიმართავთ რეპროდუქტოლოგს რეპროდუქციულ ასაკში, როცა მიდიხართ ბავშვთა გინეკოლოგიც არსებობს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არასოდეს არ უნდა იყოს მტკივნეული მენსტრუალური ციკლი. და რეალურად ეს არ არის ნორმა. მე რა რომ ბებიას და დედას გქონდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს, იმიტომ რომ ენდომეტრიოზი არის პროგრესირებადი დაავადება. მას შეიძლება ჰორმონალური მკურნალობა ჩაუტარო, მით უმეტეს მძიმე ტიპის ენდომეტრიოზს და პრაქტიკულად შენ ეს ადამიანი რეპროდუქციულ ფუნქციაში სწორად შეიყვანო. მაგრამ მოდიან უკვე 35-38 წლის ასაკში ამ დროს ვერაფერს ვეღარ დანიშნავ, ამ დროს უნდა დაეხმარო უბრალოდ გააჩინოს შვილი. ამიტომ რეკომენდაცია არის ის, რომ ყოველთვის მივმართოთ, როცა ჩავთვლით, რომ რამე შეგვაწუხებს არა.
პროფილაქტიკის მიზნითაც უნდა მივიდეთ ექიმთან. თუნდაც წელიწადში ერთხელ და გავასინჯოთ. ნახოთ რა გვაქვს პრობლემა და პრაქტიკულად ვიქნებით სრულიად დაცული იმისგან, რომ ჩვენ რაიმე პრობლემა შეგვექნება, რომელიც არ ვიცოდით. ნინო, მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგწერეთ კომენტარებში.